ყველაფერი კარგად ჩანს წესით, ყველაფერი კარგად არის და დავიწყოთ ნიუსებით. დავიწყოთ ნიუსები. ეს არის ბოთის საშუალება. Sneak peek videos-ი ჩამოდე ბოთს და თურმე საქმეს აკეთებ. რომ გამოშვიდეთ ჩამოშეს კარგად. ანუ ისეთ ის არის რა, ხო შეიძლება რომ ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ საერთოდ რა. Просто ზიგო. ხო, ხო შეიძლება რომ ეს ეგონოს, არა, ესენი არ ვიცი ვინ არის, მაგათ გაკეთებული არაფერი თვალით მე არ მინახავს. თუ გინდა აი ახლა ხო არის ეს. ჩემი თავის ხელა არის? დაიცა ცოტა გვერდზე გავუწევ რომ ხო დაახო ორიანად არ გაიქცდას მაინც. არის რა შეიძლება ეგრე? მაინც ხმა და რაღაცა. ოპა. ახსენი? არა. ჩვენი სათავსო არის რა. რაღაც უნდა დაგულიყო. დავყარდე. ანუ საერთოდ კაი რაღაცა არის. დააფარეთ. ეგ არის სამი დავინდა. არ არის ვიღაც ინტერნეტის ნიგერის დიზაინია. სამი დავინდა შვენიერი მაღაზია და ტრენინგ სერვისი და ეს ადამიანის კითხავ რეკლამას. ანუ შენდეგზე ვიღაც ხო დახავს ახლა ოფლაინ შოუში. აი, მოდი აბა დავიწყოთ რომელი ჯობია მედიცინ დავიწყოთ თუ უბრალოდ საინტერესო პროგრესები. საინტერესო პროგრესი დავიწყოთ. აი, მაშინ ეგრევე შევიდეთ თეორიესი. ხო მეგვიყო თეორიესი. ინასაც კი ველაპარაკეთ. რა დავიწყოთ, რომ საინტერესო პროგრესია. ანუ ისე ვიგე რომ ანუ ფორმიქსი რომ მოდის და რაღაცა გამოუხდეს. მაგრამ ამოდროულად ჩემს უფრო საინტერესო არის გადაწყვეტილება ელეგუსი. ელეგუმ გადაწყვიტა რამე? Century Carbon 2. ხო, ეგ საინტერესო. ან ჩინურ თავის საიტზე უკვე დევს ოთხივეში გამოდის. მონაცემებს ზედმიწევნით ვერ მივაგენი. ანუ იგივე Century Carbon-ი არის, უბრალოდ ანუ FlashForge-ის AD5X როგორც არის, გვერდიდან როსფულები ედება და MS სისტემა რო აქვს რა, იგივენერია. ანუ ხო, Century Carbon-ი. გვერდდა რაღაც $300. ხო, ანუ Century ყიდა 200, მაგრამ მე ძალიან ბევრი გაიყიდა და არ მოინდომეს ყველას გაყიდვა. მე Century Carbon-ი არის, პლუს Century, რაც ანუ გარე კედლები აქვს რა. და $300 და ეხა AMS-ი სისტემა დააფასეს, ანუ $450 ეგრე გამოდის? ანუ ჯერ ხო გამოსული არ არის ამ პრიორდერებისათვის და ანუ საიტს როცა დებ რომელიც არ უნდა იპოვონ ჯერ, მაგრამ ანუ მაინც Google-ის SEO-ში არის. კი. ანუ random ფასადები ხოლმე რა. ხო? იმიტომ რომ მაშინ შენ Taobao-ს ლინკი რო გაჩითე და $450 გამოდიოდა. ძალიან ძვირი მომეჩვენა. იმიტომ რომ ძალიან მომეწონებოდა რომ Century Carbon 2 იყოს და მოჩნდეს რომ რაღაცა chamber heating-ი არის $450-ზე ცხელზე ნოზლიან და რომ ანუ რა თქმა უნდა $350 რო იყოს და ეგეთი მონაცემებით რომ მოვარდეს რა ყველაფერი დააპგრეიდეს. ანუ მაინც ისეთ მოდი რა Century Carbon-ში. უკვე ისე არის. გაგიხარდებოდა რა. კი, მაგრამ უფრო ისე ჯერიმი დავიწყო Century 2 რო გამოუშვეს. ცოტა იპროჯეს. იმაშო Century Carbon-ი რო გამოუშვეს. თავიდან თქვი და მე ვიზამ. Century Carbon-ი გამოუშვეს, ანუ tower page-ზე იქონდა რომ ანუ multi-material ანუ ეს AMS სისტემა coming soon, ანუ მალე იქნება გაგებაში. და ეგ Century Carbon 2 რო დაილიქა, მე შესაძლოა აღმოჩნდა რომ tower გვერდზე Century Carbon-ს ეწოდება, ეგ ნაწილი ამოღებული არის. ხო, იმიტომ რომ არ არის Century Carbon-ზე არ უყენდება ეგ AMS. წესით ანუ AMS სისტემის რაღაც ის თან ის არის პირველ სერიას რო გამოუშვეს Century Carbon-ის მაგას AMS შესაძლებელი არ ქონდა. მაგრამ მეორე ნაკადს და მესამეს უკვე ქონდა. შუთის ადგილი აქვს. კი, ანუ შუთ თავიდან არ ქონდა. მაგრამ ისე თუნდაც კაბელი, ანუ ბამბულაბის და ქრალთის სისტემა CFS და AMS სისტემა როგორც მაგას. აი, კომპიუტერის CPU-ს header PS-დან შესაძლებელი როგორც არის, 4 ძალის რო არა. ანუ ეგეთივე შესაძლებელი ქონდა მაგას, რომ ანუ მაგით იმუშაოს. ასეთი. ანუ შესაძლებელი აქვს, მაგრამ არ აქვს ადგილები. ანუ შეიძლება, ანუ უბრალოდ ეს Century Carbon 2 გამოუშვეს და ანუ გადააგდეს ხალხი, რაც ეგეთი შეგრძნება მაქვს, ანუ მეც და მე მგონი ბევრსაც რა. ანუ იქნება ალბათ რამე upgrade kit-ი იქნება. რა ალბათ მოიწველება ხალხი.
უბრალოდ ისეთი მოდია, რომ upgrade kit იქნება ცოტა ძნელი. ანუ სტანდარტულ სანურგარბოს, ანუ 1-ის ფული უმაგრდება. ანუ როგორც Flash Force ამას 4-ის ფული იმაგრება. თან ის სამაგრი თვითონ EMS-ის ამ ცალკე არის. თან ცალკე ახალი ჰედი მოყვება. და ანუ ძალიან ძვირიან ძალიან ჩალჩა ტიპი იქნება მაგის upgrade-ება. და უფრო გიღისო, ანუ ძველი მიყიდო ვიღაცას და ეს ახალი დაიწიო რა. ანუ ისეც კაი მანქანაა რა. რამდენად ძნელია რომ გვერდებზე გაუკეთო აი ეს ძელაკი ის ჩაჯდეს. ანუ მან ხო რკინა აქვს რა. რკინა. ანუ შენ გაიც როგორც აქვს აკრელი. ანუ მან რკინის ის აქვს რა კარები. კარები რა შითი რა. ხო. და ანუ მაღაზიას ფული მაგრება, ანუ ახალი ნახროტი უნდა გაუკეთო. ანუ სამარეზის ამბავია რა. ერთი სამარეზი. ან კიჩი იქნება უბრალოდ ახალი კედელი. ანუ ხო რომ მეტად რაღაც უნდა გაბრუყო და ამაგრო და დამაგრდება, ხო? ანუ თუ ელექტრონიკა უმაგრდება EMS-ის და პრინდება ისეთი ტრაგედიას მე მგონი არ იქნება. მაგრამ ანუ რამდენად ძვირი იქნება კიტი? ვიდრე პროსტა პებრახის კიბო რა. და რამდენად ძვირი იქნება კიდე ვიდრე უბრალოდ ურღი გამოიყენეთ, ხო? გარმაიც ის ყველაფერი ნაწილები ხო უნდა გამოიწერო ახლები რა. ანუ სპურის დასამაგრებელი რაც არის ესე. კი, ხო, არ აკეთდება რა. რაღაცა ზედმეტი ხარჯი არ გწდება ესე იგი. უბრალოდ ელეგონ ანუ ერთი ანუ ჩემი აზრით ანუ მაგარი price point იქნება $450 რო იყოს. $450 რო იყოს ტელეკომბო, ჩათაფენ თექვამანი სიტუაცია. 400 იქნება, საუბრობთ ჩემი აზრით ანუ ერთი 150, 180 ეგრება კიტი. და საერთოდ 400 იქნება კომბო. 400-მდე არ გაიქაჩება რა. არ ვიცი, ვინმეს EMS სისტემა არის $200 ნაკლები? ვინმეს. აი ამ ქალეთის ან ბამბუს. პირველები ფაზაკლებაზე საცენ ხო $200-სკენ არის რა. ხო, ფაზაკლებაზე პირველი. ფაზაკლებაზე უფრო ქვეთე ჩამოსხმა, მაგრამ $200-$220-სკენ არის ხოლმე ისინი. ხო, და კაკრაზე ხო. მაგრამ მაგას მოდის, Fornex მოდის, Cyberman-იც მოდის და რაღა ხო, ანუ ის შენი პეთი არის მოკლედ რომ $450 იქნება ჯამში. ხო, 400-სკენ დაღე პირველად და მე გაიზრდება 450-ზე რა. ხო. ანუ გას პირველი რაც კვირა შეიძლება რომ ჭირდებოდეს ელეგუს რაღაც სასწავლებლებით შევარდეს აი ამ კლიმატში. იმიტომ რომ იმისთან მიხედავთ რომ კარბონი ძალიან ნაკლები მანქანა price point-ზე და ხარისხითაც და ისეთები მოდის და ყველა ისეთ მოლოდინშია რომ აზრით რომ შეიძლება მართლა ანუ მაგრამ ჩემი აზრით ისაც ანუ ვინც აი რაც მოდის იმას ვინც უყურებს ანუ ისაც არ იყიდით და კარბონს არა ხო შეიძლება რომ გეყიდა იმიტომ რომ აი ეს არის უბრალოდ კარგი დილია რა კარგი ამ ფასად ესეთი მანქანა ღირს და დააგდე რა ოჯახი ხრამი ამბავში და რა ეკლესია რაც მოდის ხო მულტიმატერიალი და მულტინოზლები არის და ეგ უფრო ან და ფერმას არა მაგრამ აი ეთსი მაღაზიაზე ჩვენ არის ასოს რომ ანუ პროექტს კი რაღაცეები გააკეთო მაგის არის როგორც სახლისთვის ან კარბონს დაითრევ მაგრამ ანუ მარტო სახლისთვის და ბიზნესისთვის უგინდა ცოტა იქით რა ანუ უკვე მაგ კარბონს ზეათ აღარ უყურებდი ასე ანუ იაფიანი და მაინც reliability იქონა რაღაც ანუ ნორმალური მაგრამ ანუ ბიზნესთან ასე ცოტა მეტი ფული გაქვს წესით და უფრო სხვა რამეს დაითრევი რა ანუ იგივე ფასად ანუ უბრალოდ Flash Forge-ის ედი ხო და ნუ ერთი კიდე ისაა რომ მართლა ძალიან გაწელა ელეგონ ამ თავში აი ჭორა დააგდეს რომ tool changer კი არ და ვის იქნება EMS-ი გვექნება ჩვენს ბოლო-ბოლო EMS-ი გვექნება ჩვენს ბოლო-ბოლო და იმდენი ხანი გაწელოს რომ უკვე ყველას tool changer-ი აქვს ბოლო-ბოლო და ამათ ჯერ EMS-ი არ იყიდება ამათი მაგრამ მაინტერესებს ნეტარ რამდენად გაუწელა ეგ ყველაფერი კლიპერის პრობლემა. კლიპერთან რა პრობლემაა? ანუ მოიძახდნენ რომ არა ანუ ჩვენ proprietary software გვაქვს დაწერილი და ასე სასამართლოში არა უბრალოდ C#-ზე თუ C-ზე გადმოყვანილი კლიპერი იყო რა. და კლიპერი ოპერატორს რო იყო ანუ ამათო დაიცა რაღაცა ახალი შეძინა ანუ გაუმჯობესე გაამარტივე და უკან არაზე ანუ არალეგალური თემა არის და მაგაზე
გაუკეთეს წნეხი. და ანუ ელეგუმ დაიცა. ჩვენც არ ვიცოდით თუ აი გამოვიეთ რომ ანუ ეგ არის და რაღაცა ვინც მაზერბურგს უკეთებდა. მაგან იჩალიჩა როგორც გამოდის სავარაუდოდ allegedly ეგ რაღაც რომ კლიპერზე დააყენეს, მაგრამ ამათ უთხრეს რომ proprietary software-ზე გავაკეთეთ რაღაცა. და ამ თორ არ იცოდნენ, მე ამათ ეტყობა მიჯმა დაიწყეს ამათ და მაგიტომ მოუწეს რომ დაიცა დაასტობეთ production ინტერაციები, research-ები, რომ ჯერ ამას მოუვაროთ რომ ხალხისთვის კარგად რა ვქნათ, იმედია. მაგრამ მაინც ანუ ხო $400 უნდა დადო რა ისეთ პოდი არის. აუ შენ აკლებ და ბარენ $300 EMS-ი მოაყოლოს. არა $400 და ხანო რუსული პირველი ორი კვირა რა. პირველი ორი კვირაში ბევრი თუ გაყიდეს, მერე და მერე უსებ მოვა Cyber Monday და კირილს დაიწყებ. რომ რაღაცა. Cyber Monday არც ამგონია რომ ანუ ორი კვირა ხო Cyber Monday რაღაც ეგრე არ არის დარჩენი. ნოემბრის შუაში გამოდის რა შენ. შუაში. კილკილ. ანუ ორი კვირაში გამოდის ეს რაღაც. როდის უწევ? ხო ეგრე უწევს. ხო დღეს არის 24 არის. არა Cyber Monday არის ნოემბრის ბოლოს. ანუ 25 ნოემბერს არის Black Friday. და ანუ 26-ში 28-ში გამოდის Cyber Monday. ნემასანი ეგ თემა. აი გავაგზავნოთ რა ესე ლიგუ, იმიტომ რომ ბამბუზე დავიწყოთ. ხო, კი, ლიგუზე რომ მივადი. ნუ ბამბუზე მე გავხსენე წინაზე ცულაპარაკეთ ლიგუზეში. ფითოს ჩავშალეთ, გადავშალეთ, გამოვშალეთ რა. მაგრამ ხა ისე რომ გას მაგრამ მაგაზინ კიდე რა ლიქებით წამოვიდა ბამბულაბზე. ხო. ერთი ის არის რომ რეზინის პრინტერის გაკეთება უნდათ. ნიერი გააკეთვა, გენასვალეთ, ჯიგარში ბიჭებო. გააკეთეთ. ერთი ის რომ სოფტი სავარაუდოდ კარგი ექნებათ. მაგრამ პირველი რეზინის პრინტერი რო იქნება მაგათი ამაც თვისი, ანუ აი hardware-ში როგორ იქნებიან, იქნება საინტერესო. ხო. და მეორე კიდე არის უნდათ რომ big boy შარველი ჩაიცვან. big boy შარველს რას იცარ? ინდუსტრიაში წავიდნენ და ინდუსტრიული პრინტერები აკეთონ, აი ეს 50 და 100.000 როგის, აი ეს ჩვენ საყოველთაოდ ალბათ შეუძლიათ. ანუ რომელიმე კომპანია შეუძლია პრინტერების ეთება დაიწყოთ მომხდები. რომ სამხარებლო ბრენდებიდან ყველაზე reliable და ესე სტაბილური პერფორმანსის მომცემი ხალხი ეგენი იყო და ანუ რა ისუებიც კი ყოფილა აქამდე ბამბულობთან დაკავშირებით არის რა რომ რაღაც უხარისხო შენ რასაც აძრავი ხოლმე რომ სახლები გადაწვეს უხარისხო ნაწილები იყო იაფი რაღაცები გამოიყენეს ასე შემდეგ რა ხო და ანუ მაგიური ტერიტორიაა ინდუსტრიული პრინტერები რატო? იმიტომ რომ ის $50,000-იანი ინდუსტრიული პრინტერი იმ P1S-ს რაღაც 7 თავით კი არ ჯობია. ჯობია 2%-ით. 2%-ით ჯობია, ოღონდ ყველაფერი ისეთითაა გაკეთებული, რომ წელს რო იყიდი 20 წლის განმავლობაში სულ ერთნაირი იქნება რა. შეიძლება ერთხელ ბედლეველინგი არ მოგიწიოს, შეიძლება ერთხელ self-check-ის გატარება არ მოგიწიოს, იმიტომ რომ ეგ მან ჩნდება ის არანორმალური მარჟა ინდუსტრიული პრინტერების. ანუ რასაც უყურებთ, ანუ რა განსხვავება არის, ეს ვთქვათ, ინდუსტრიალ და enthusiast და ანუ სამხარებლო პრინტერებს შორის. ანუ სამხარებლო პრინტერებს მომხმარებელს ანუ შეუძლია შეკეთება და ანუ არა აქვს ტვინის ბურთი, ანუ რაღაცა ნოზლი გამოფუშტა, ანუ ფაქტია ახალს ვიყიდი რა. და შეუძლია, პრობლემა არის. ანუ ინდუსტრიაში კიდე ანუ მინდა რომ დავაჭირო ერთ ღილაკს მაქსიმუმ. ხო, იმიტომ რომ ის არის. დანარჩენი ანუ ის ტიპი მინდა რომ პროექტები ვაკეთებ. $100,000-იანი მანქანას რო ყიდულობს, ხო? ის იმ მანქანას იმიტომ ყიდულობს, რომ გორი ჩონბე ჩლონგიც არ უნდა დასვას იმ მანქანასთან. ხო, შედეგი დადოს მანქანამ ყოველთვის რა. ანუ რაც მინდა რომ გავაკეთო, ეგ რო გაკეთდეს. და всё, დანჩი როგორ აკეთებს, რატო აკეთებს, კიდია. იმიტომ რომ როგორ გონია რა, რომ $100,000-იანი მანქანა რო ვიყიდე, არ უნდა მჭირდებოდეს თან წელიწადში $100,000-იანი კადრიც რა. იმიტომ რომ მაშინ რა ვიცი რა, უბრალოდ H2-ს დასხამდი, კარგი ნორმალურად პრაგმატი ახალგაზრდა ბიჭს რა, ინგლისური და კომპიუტერი და პრინტერები და ლაზერები რო ესმის და გააკეთებდა. მაგრამ ისე რომ ანუ მაგფასში ხშირად ანუ ინდუსტრიული პრინტერები რო არის, მარტო პრინტერი არ შედის.
ანუ ესეთი სპრინტერი და მეინტენენსი და შემდგაც 2 წელი რამე თუ დაგემართა ჩვენ ტიპს გიგზავნით. ანუ არაფერი განსახდელი ზევიდან არ არის, просто ტიპს ჩავსოთ პედალზე, ასე პირველი რეისით გამოვუშვით რა. ხო, ეგ არის. გადამიხადოს ეგ პას. და ჩავალ, რა ვიცი. მაგრამ ერთი რაც არის, ანუ არგენტინაში ჩავხდით. რაც არის კარგი, ანუ ინდუსტრიული სპონტობა რატო არის საკაიფო. შევამართა ბამბულები მათ. ანუ ინდუსტრიაში ხო, ბევრი ფული ტიალებს. და რაც იმას მისცემს საშუალებას, რომ ინდუსტრიაში რაც იქნება ხოლმე, ხო მე ქვევით ჩამოდის და სამხელბო რაღაცეები გეცდება, მაგით. ან ტიპს თუ შეუძლია 100,000-იანი პრინტერის გაკეთება. რაც 2-3 ნაწილს მოაკლებს, რაც დანარჩენ ნაწილს ფრიაფად გააკეთებს და ანუ უმაგრეს $500 პრინტერს დაადებს ისევ რა. $100,000-ია რა. ხო, რომელთაც ის იქნება რომ ანუ როდ ფული ექნება ნორმალური R&D-ს რა. ანუ R&D ქირა პრეზენტ შედებები. ხო, R&D. ხო. ხო, ქირა. რა თქმა უნდა, მიკროტალღური ღომელი რო აიღო რა. ხო როგორ წარმოიშვა? არ ვიცი. ანუ ტიპი იყო რადიო სადგურთან მუშაობდა, რა საკეთებდა. და მე ჯიბეში შოკოლადს თუ ასე დაუდნა. და თემა დაიცა, ეს რადიო ტალღები რო შეუფუთო შიგნით რაღაც რო ჩავთო, ანუ იგებოდა ჯარისთვის განკუთვნილი სისტემიდან, ანუ გადმოიღეს ასე იგი, ანუ მანქანების და რაღაცების ყოველი გადმოვიდა ბევრი. ანუ ინდუსტრიის უბრალოდ ასე გამარტივი და ჩამოვიდა ქვევით. აი მოვიდა შევიდნენ მაგ საქმეში, ხო ვიცი. ეს ძალიან ჩერტ. იმიტომ რომ ჩარტი აქვს, უჩტარ არაფერი არ ვიცი. აი გლაკი. აი შემდეგი დავიწყოთ აბა ნიუსებით, მაშინ ანუ სამედიცინო ნიუსები იყო, მეგონი ეს კვირა სულ. ო, ნუ აი ისეთი ნიუსებია რა. რაღაც ვიღაცებმა რაღაცა გააკეთეს. ანუ ერთი არის, აგერ ვისაც კბილებზე პრობლემები აქვს, დაბეჭდეს ყველაზე პოპულარული ძერსკი კბილის ინვენტარი ცერკონით. ალმასებში გადის, თუ ანუ კრისტალი არის მაინც. არ ვიცი დაუყოლო ძმა, ცირკონიუმ. What is this? ანუ ceramics. ანუ კერამიკის ნაწილია რა. აჰა, ესე იგი არაფერი ალმასთან კავშირში არ არა, ანუ კრისტალური, ანუ კინა და რაღაც ხან თქვი და სხვა ის არის მაინც ვიდრე კრისტალური. ანუ ყველაფერი კრისტალური ნაწარმია, რაც თუ გაყინე და რაღაც, მაგრამ იცით პონია რა. ანუ გააკეთეს ეს ცირკონიას კბილები. დაბეჭდეს, ანუ მაგარი დისკობა არის და მე კიდე აგერ სასწავლო საერთოდ ძვლები დაბეჭდეს კიდე. ძვლები. აუ, ეგ ძვლების დაბეჭდვის სტორი, მაგრამ მომეწონა. ეს ლინკი, აი, ეხლა ლინკების საწავლო. ამ ლინკის ესე ეგრევე ჩატენო შეგვიძლია. ხო, უბრალოდ თეორიულად? კი. ანუ ამ წამს არა, მაგრამ ანუ წინასწარ უნდა გავაკეთო, ჩავდო ეს ყველაფერი მებში და მე ღილაკის დაჭერით, ოპა. ღილაკის დაჭერით, ოპა. ენდექზე ეგრევე ის. არა. არა. ეს ლინკი დავკარგი მაგის. არა, აზრია რომ ეგრევე. ხო? ლინკი დავკარგი მაგის. ხო, და ეხლა მიმდინარე მაყურებელი ყავს საერთოდ? ჯერ არა. ანუ იყო ხომ. აგერ არის. შიგადაში ვიღაცა შემოქმედავს გავა სიტუაცია. ხო, მშვენიერი. მაგრამ ბიოაქტიური შუშა არის ეს დაბეჭდილი ძვლის ნაწილი, რომელიც ანუ იმისთვის კი არა რომ ჩაანაცვლოს. ანუ ზის პროცესი დაეხმაროს. კამერაში უნდა აუწიო ესე. ამას ვერ აწევ მაინც ანუ ეგეთ რაღაცებს. YouTube-ს დიდად არ ევასება. რა იმენი რო ხელით რო აჭირდება, საბა? ჩონჩხები, იარაღები და ეგეთი რაღაცები რა. მართლა? ხო. კარგი, ვივისulis რამე არა, სურათი არა. ანუ ძვალი არის. ეს შინური მიდგომაა. ანუ აგერ შეგვიძლია ეს სურათი ვაჩვენოთ წესი. ძალიან ძალიან. ხო, ანუ სპეციალური ბიოფილამენტი არის, რომელიც ანუ ეხმარება ძვალს, რომ ანუ გარედან შემოვიდა და გაიზარდოს საათში როარი. სადაც ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილამენტის მოხდა აი ეს ტიპები რო არიან რაღაცა წვივებს რო იჭრიან შუაზე რომ 2 სანტიმეტრის სიმაღლე დაიმატონ. მაგ ხალხის მისწრება იქნება. თუმცა ლოვანი სტრუქტურის გადაკეთების პოტენციალი. ხო. მაგას ეს იქნება. კიდე ვიღაცები ყარიან რქები რო უნდა.
ხო, ანუ როგორ გონდა რა? იმპლანტების მე ქიმი არ ვარ, მაგრამ ესე წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აი ამ რაღაცით რქების გაზდა. რა? ეს ისაა რომ ანუ ამოჭერი კანი შეხვედი ძვლამდე, რა? ეს ძვალი მოთალე ისე ანუ ულვერინს გაკეთება გინდა? ხო და ეს ძვალი მოთალე ისე რომ დაზიანება მიიღოს და ზრდა და შეხორცება დააწყებინა და მერე დაადგი ეს პლასმასის ფოროვანი პლასმასის აი ამ 3D პრინტით ფოროვანი სტრუქტურა. მაგალითად რქის ფორმის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა ვიცი მე ებზე იქაჩება ხალხი. შეიძლება unicorn-ის რქა იყოს. რაღაც ცალარქის რქა ესე დახვეული ორი ჩახუტებული გრძელი ტოტივით მომიყვება. და ხოდა ხო მოუშენებ რაღაცა სტრუქტურას, რომელზეც ეს ძვალი უნდა შეხორცდეს და გაიზარდოს და შეიძლება დაყვეს ძვალი რა და მართლაც მაგრამ კანი არ შეახორცდება გარედან ჯერ თუ ხო კანი მარტი მოაყარი გარედან. ხო და კანცაც მიეხმარები რა ანუ კანიც მაგის გარშემო კანი არ უნდა შეახორცდეს ხო ისე უნდა ანუ ქათუ გინდა ხო ქათუ გინდა კანი არ უნდა შეახორცდეს რა ხო და არა რა ვიცი რაღაცა მოუჭირეთ ხო ისადამდე ავიდეს და მე რაღაცა მარილი მოხარე რა ანუ ესეც ჩვეულებრივი სასწავლო რო არის piercing-ის და body modification-ის ხალხი ანუ უბრალოდ არ ქას და რაც ნახრეთებს რაც რო იკეთები რა ანუ იქაც არის ანუ ამას რაღაცა სილიკონის იმპლანტს იკეთებენ კანქვეშ ხო და ანუ თუ გაჭერი კანქვეშ შეხვედი არა ბარემ გაჭერ ხო რა ბარემ ნამდვილი ძვალი გაიზარდეს მო რა ვიცი არის ეს ეკები რამდენი ხანი დაჭირდება ამის ანუ ხალხამდე დასვლას რა ეს ანუ აი ძალიან მალე მივიდა ეს ხალხამდე როგორც არა ხალხამდე ანუ მაგრამ ისე ეხლა ანუ იმისთვის ვისაც უნდა და არ ჭირდება ხო ანუ ეგ მომენტი რა ანუ როგორც კი მიადგებიან რაღაცა mail enhancement სფეროს როგორც სხვის ლომს ისე მინდა ძვლის ამ კონდეს ხალხი ეგრევე ჩაიხრება დიდი ფული დარგში და გავითარდება სხვა გზა არ არის ანუ სხვა გზა არ არის ვისაც ანუ იმიტომ რომ ფული კეთდება სამედის ფული ყველაზე მეტი ფული კეთდება ისეთ ხალხის გავლობით რომელსაც არაფერი არ ჭირს წესით ანუ იმიტომ რომ ვისაც რაღაცა ჭირს იმას უკვე ახარჯავ. ხო, იმას უკვე ახარჯავ, იმას უკვე როგორც წესი არაფერი, ანუ იმას რაღაც რო ჭირს იმაში გამოიხატება, რომ თავისი ეკონომიკური წარწერები შემცირებული აქვს. და ვერ გამოიმუშავებს, იმიტომ რომ ცხოვრების ხარისხი აქვს დაორნილი, იმიტომ რომ ავად არის, რა. ხო და აი ვინც ფულს მაინც შოულობს და რაღაცა სულელე უნდა. რო წედა შეერთხა მიდის და ეკიონება აი შემდეგი 2 თვე ხორცი 200 გრამით დაკლები ჭამე. აჰა 100,000. არა, პლასტიკური ქირურგია მაგრამ. ხო, ის არის რომ ეს ხალხი ჯანმრთელი არის, არ მოკვდებოდნენ, რომ გაიგზელებინათ ეგრე ცხოვრება პირიქით არგუმენტი არსებობს, რომ ჯანმრთელობას უფუძებს ცოტათი იმპლანტები, რომელსაც იწყობენ, მაგრამ იქ ხალხი არ გადიხდის რა, ვინ იხდის ცუდად? რა ვიცი, სასწრაფოს ყველა პაციენტი, იმიტომ რომ ჯიბეში ხელის ჩაყოფა ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ რამე ამოიღო. აი იგივე, ანუ მას ნაწოვები, მაგრამ თურქეთი ხორიცი არის სოფლიოში განხმული. თვის გადანერგებით, ხო? არა, სურათები მაქვს და ახლა თვითფრინავის შიდა ინტერიერის სურათია და ყველა ჩაბინტული რო არის იმენა. თურქეთიდან და მე აქეთ კი ერთი ვიზიტი მეცნო. და აქეთ რომ მოდიხარ მე ანუ აქ შემოდიან აქ კბილის ეკების სანახავად. ხო, ასაკულ მაგითარ რო. ანუ იაფი არის შეძარ არის სტომატ. თურქეთში სტომატოლოგია ძვირიადად მის განარგვა იაფი ყველაფერი განვითარებული არის თურქეთში. ანუ თვითგანერგვა ეს ყველაზე იაფი მან გამოდის რა. ჩვენზე უფრო იაფი ხო არის? არის. არის? რა ნორმალიზაცია ანუ შეთან დიად სპეციალისტი მაგისტრატ არც არიან როგორც მან რა. მაგრამ ეს სასტავია არის. ქალიზე რას მიგეთ? зараз თვითონ განანერგვის კლინიკა არა ის რეკლამები აქვს თუჩა. ანუ აქეთ მოწყენილი კაცი აქვს და მე გახარებული კაცი და იღების რა და ერთ თმაკ მეორეს არა. რეკლამები კორენდაფტერი. აგერ საუბაროთ წყალგამძლე თაბაშირები
არტახები. მეორე ეპიზოდში ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ ანუ ერთგან უკვე თაბაში ისმაგრეთ, ანუ სპეციალური კლემპები არის ხოლმე, რაც უკეთებენ, ანუ ხელზე ფეხზე. ანუ ეხლა კიდევ დაბეჭდილების სასაკეთენ მასაც ეს კაი ისე რომ ანუ სახშივე შეგიძლია გაიკეთოთ ყველაფერი. არა, თან კაი ის არის, რა, რაღაცა ვორონაი სტილის და ანუ შეხაერი მოწმო. ხელს ერგება იდეალურად და ანუ რავი რა ხელით მოიტეხე, გაიკეთე არტახი. გაუმარჯოს მიკო, ლაპარაკობთ 3D სფეროში რა განვითარებები და რა ისტორიები ხდებოდა ამ ბოლო კვირას. ვა, სალამი მიკო, როგორ ახარ? შენი ხერხემლის ბოლო ძვალი ვიპოვე ამასთან. დარი? ანუ ხერხემალი გავუკეთე ერთხელ რაღაც მომს. ჩვენი მეგობარი ნაცნობი. კი. ეს იმ საიძე ხო არ იპოვე, მაშინ დიაზე რო არა, ლაპარაკობ. ის არის სტენდაფერია ჩვენ. რა სახი? ხერხემლის მოდელი. ხერხემლის მოდელი რომელიც არა, იმ საიტზე არ მოვია, ის მაშინ არ ვიცოდი ჯერ საიტი. Intels. დავიღე ფარგა დააგდო. კარგი. მაგრამ ერთი ეს კუმერე უკრაინასაც კავშირში სხვა კომპანიებმაც დაიწყეს, ანუ ამერების გაკეთება და ბევრი პროთეზის. სტენდაფერი მეთქი. მასეთ ის ბრძის პროდუქტების ნარჩენებისგან სოკოსებრი მაისლიანის ფილამენტის გაკეთება რო დაიწყეს. ხო, მაგარია. ანუ ეგ მაინტერესებს მაგას ვაფშე დნობის ტემპერატურა რა აქვს, როგორ მუშაობს. რა ნივთიერება. ანუ რას ყურე რეზინის სტილში არის გაკეთებული, როგორც რეზინი რო არის, ანუ UV lights რომ მიაწევდა, ანუ ფერაფერა აკეთებს. ანუ რაღაცა ფოტო პოლიმერი დაიზოლირეს რძეში და მე მაგაზე გაკეთეს ფილამენტი, ხო. ანუ სოკო გაუჩინეს ანუ FDM-ზე ეგ არ გვექნება. ხო, ჩემ პრინტერში ეგ არ ჩავა, უნდა ჩაასხა. მაგრამ მაგაზე იქნება საინტერესო, მაგით ანუ ეგზოსკელეტების ანუ ვაფშე კალიბების გაკეთება რაღაცეებისთვის. ანუ UV-ზე თუ მუშაობს. ანუ შეასხი UV მე მაისლიან სოკო არის, ხო რბილი რაღაცა იქნება უეჭველი. კი. გაჭერი და მე შეგით ყალიბი გეკეთება უკვე იმისი ასაკეთებ რა. ხომ აი ეგ ის არის რამდენად ერთ ადგილას დადგება ეგ ამბავი თუ როგორ ხდება შედეგი ყარი არის. ყალიბების კეთების პროცესით ეხ პირველად მოვიდა ეგ თავი ანუ პირველად გავიგე ეგ ხაზი ხო და თვითონ რაიმე სხვა UV აი ეგ სისტემა ხო უკვე არსებული UV ენზეც შეიძლება რომ გამოყენებადი იყოს. კიდე თუ არა. ანუ ეს დრეკადი არის. ეს დრეკადია. ხო და დრეკადი UV ფილამენტები ხო არსებობს. ანუ მაიც თვითონ ხელს რო გაიკეთო ეგ რა. ვეღარ გამოწევ. გასაგებია. ისეთები ანუ მაიც უფრო მყარი არის ვიდრე ანუ დრეკადი. ანუ ეს სოკო არის. სოკო მაგრამ ხო შეიძლება რომ ისეთი ქვასავიცობოა რა ვიცი. მაგრამ ანუ რას უყურებ ნორბილო შეიძლება სოკოს პრომეტი ბიოლოგიური მრავალფეროვნება აქვს ვიდრე ადამიანებს და მცენარეებს და მცენარეებს და ძუძუმწოვრებს და ცხოველებს ერთად აღებულს. ადამიანის სოკო არის თეორიულად. არა, ადამიანი სოკოზე გასილებით დაბლობს. მაის მე შეგჭამს ხო ბოლოში. არა, ბოლოში სოკო გჭამს. ეგ ციკლია რა, ჩვენ ჭამს სოკოს, მე სოკოს გჭამ, ჩვენ ჭამ. და მე ეს დაინამიქსმა დიედელოს მოერტოს რო გააკეთა ეს თავის ჩონჩხები. ანუ დაბეჭდეს დაახლოებით აი სურათები ჩავწერა. სურათები ჩავწერა. მე ვიდეოც რო დაიდება, მაგრამ ვიზუალურად დაახლოებით აი smart მანქანის ხელა თავის ქალები დაბეჭდეს. და მე ანუ დადედა ხელით. ხო, ესე 45 გრადუსზე იყო ის კადრი რომელიც სტატიაში იყო. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ესე ვიჟდავდა. კი, არა 45 გრადუსიანი ორიენტაცია ქონა. ხო, მაგრამ დაახლოებით ისეთივე ხელი იყო როგორც მანქანებს რო ასვარგებს და ის რობოტები რა. ნებისმიერ მხედარშუვრად დაწევს, რა თქმა უნდა. სამდეპრენის ნოზლი გაუკეთეს. სტატივზე ანუ აიღო დაბეჭდა. ხო, რა ვიტყვი, აი რობოტი ხელი უფრო მაღალ ტექნოლოგიური ტიპია, ვიდრე ნებისმიერი პრობლემური პრინტერი და რას ვერ შეძლებს.
როგორც ანუ კარგი კოდი უნდა დაუწერო და ანუ მე კარგი სლაისინგი რომ გაკეთო. აი კოდი რომ დაუწერო პარიკმახერად და სამუშაოდ, მაგრამ მიდი აბა როგორც დააჭერინე დანახელში და მე დაუჭექი ესე. მაგაზე შევხვდა გუშინ თუ გუშინ წინ ერთი ტიპი ასწავლი და ანუ გააკეთა Arduino-ით მგონი თუ Raspberry Pi-ით რობოტის მინი ხელები და ასწავლიდა დაკეცვას ასასulis თუ ორიგამის ამოღამებინებ და უნდა რომ დასაცმელიც რა ქვია მას დაიკეცა მაგრამ იმის გამო რომ დასაცმელი random shape-ები არის და ამას თვალი არ აქვს რა რომ просто ხელები არის დიდად ანუ მაგას ვერ აკეთებ მაგრამ როგორ აკეთებინა იქ ხო ძალიან საინტერესო ბოლოს ადამიანი დაკეცა დასაცმელი ბოლოს სერიაში რა დაემართა მაგის უბრალოდ ისინი რო არის პისახოცები რა ეგ დაუდო მაგრამ ის ქონდა ორი ჯოისტიკი და ანუ ჯოისტიკის მოძრაობებს იმეორებდა ეს ხელები და ანუ ჯოისტიკით აკეთებინებდა ამ დაკეცვას რაოდენობით და მე ის ამოღებდა რომ ხო ანუ ეს უნდა მოვიქცე უბრალოდ ანუ pre-programmed movements უკეთებდა ჩათვალე როგორც ამ ჯოისტიკებით რა გასაგებია და მაშინ ძენაზე რო ყოფოდი ავსტრალიიდან კანადაში თუ პირიქით გულის ოპერაცია გაუკეთა ანუ იგივე პონტი არის ჯოისტიკი არა ჯოისტიკით ნაკრები შრომაა თუ შეგიძლია რომ ჯოისტიკით დაკეცო ჯოისტიკით მაგრამ მაინც კაც რამდენი ზარმაცია გააკეთა რობოტი რომ დაკეცოს რაღაცა დასაცმელი რაღაცა ხო და ალბათ AI-ის ინტეგრაცია უნდა რა გამოთვლითალა არის ხო Raspberry Pi-ი აქ სიტუაციაში Raspberry Pi-ს ანუ LLM-ის რაღაცები დაშვებაც შეუძლია კი შეუძლია მაგრამ აი LLM-ი ხო და სად არის მე LLM-ს მაინც დიდ პატივს ავრცე რედიათა ოშე ამ generative AI-ებს არცებ პატივს სხვა რა AI არსებობს არა generative AI რა არის ანუ folding-ის და მაგ AI რაც არის ხო prediction და მაგის AI რაც არის რა ანუ ისეთ AI ჯერ არ არის უბრალოდ ანუ ძალიან კომპლექსური ალგორითმი არის ხო და ანუ intelligence არა ხო და folding-ის AI-ის უფრო მეტი სპორი უნდა თუ generative generative AI-ს ხო რა თუ უფრო მეტი ხალხი იყენებს არა გასაგებია მაგრამ ეხლა Raspberry Pi-ზე მაგ სიტუაციაში რა უფრო ადვილია ეგ რობოტი აზრიანად რო გელაპარაკოს თუ აზრიანად მოიქცეს თუ აზრიანად დაკეცოს ის ოხერი რაღაცა პირსახოცი რა იმ წეროს ფორმაზე მაგას რო ნაკეთდება იმ გაქცევაში რომ მაიკლ სკოფილდი დაკეთებს და ის წერო რო გამიკეთოს პირსახოცით მაგ რობოტმა Raspberry Pi ყოფნის თუ არ ყოფნის ხო და ყოფნის იმიტომ რომ შეგვიძლია საერთოდ ანუ უბრალოდ ადგე და დააპროგრამო და წერო გაგიკეთოს მაგრამ მე რას გეუბნები რა რომ თვალი გავუკეთე ამ როგორც უყურებს და ყველა ნაჭერს უნდა დახედოს და მოახერხოს რომ აიღოს ჩაუდებ ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თარუდებ მომაც აი უყრი რა არა მაინც ასახე ანუ ყველა ესე ხონა ჩაუდო ინფორმაცია რა არის ან იდეათაც ამის რომ ანუ უბრალოდ რო უთხრა გამიკეთე ორიგამი ანუ არის ის რა არის ორიგამი არის ის რა არის გამიკეთე არის ის რა არის და რა სამ ჯერ ინფორმაცია რა არის ანუ რა არის და არის რა არის ეგეც არის ინფორმაცია ჩაუდო მე მაგის ხრი სამუშაობს აი წამოდაუბრუნდეთ გზაზე ეხმარიტებისა რა სიეზო ფიქრობ ეს აკეთებს სწორ ნაწლავს რობეჟდავს ხო ახალი ბიომასალისგან გააკეთეს სპეციალური ანუ ფილამენტის სწორ ნაწლავის ირკოს ამშენ სწორ ნაწლავს ბეჭდავს და იმის აკეთებენ რომ კიბოს წამლები და რაღაცეები გატესტონ და ქიმიოთერაპია გატესტონ ამაზე და არა ცოცხალ ადამიანებზე ან ხო მან ისიც არის კიდე რომ თვითონ 3D printed სტრუქტურას ფოროვანი და ეს ლეიერებიანი მასა კიდე თვითონ ნაწლავის რაღაცა შეტეხილები შემოსახვევების ისინი გაურკვეველი ფორმა და ხო გაურკვეველი საიდუმლო წერტილები და ისინი რო ტიპო აღმოჩინა რომ ნუ ესე დაბეჭდილ ნაწლავში როდესაც ამრავლებდა მიკრობიომს დაახლოებით ისეთივე რეზისტენტობა ჰქონდათ წამლებზე
როგორც აქვთ ხოლმე კიბოს პაციენტების ზოგ ნაწლავში რეზისტენტობა მიკრობიომებს და ასე და ამგვარად 3D პრინტინგი მალე იბრძოლებს იმისთვის რომ როჭის კიბო მოარჩინოს არ ვიცი ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემები არის კი ერთი არის მკერდის კიბო და მეორე არის ქვედა ნახრტების კიბო ცხვირის კიბო რამდენად გავრცელებულია ხო ან ფილტვის კიბო ანუ ფარისებრი ჯირკვლის კი ფარისებრი თავის ეს ყველაზე ხშირი ღვიძლის და ხელს ნუიდრე აიც რა სრულწმენებიანი ხალხი ისინი ვაკილეთები მეგროვებული ანუ მაგაში კი რაც დაეხმარება ანუ ეს ხდება კი საინტერესო open source სისტემა გააკეთეს რაც ქვია OpenVCAD ანუ ჯერ მარტო კადის რაღაცების არიან ინჟინერული სქემისთვის მაგრამ ანუ ეს რო განავრცო ანუ მარტივად გააკეთეს open source სისტემა რომელიც ანუ ეხლა პოპულარული რო ხდება მულტიმატერიალური და მულტინოზლიანი სისტემები მაგათთვის უფრო უკეთესი მოდელირების სახელმწიფო რო ჩავაგდოთ ამების ლინკები შემიძლია იყოს მე დესკრიფშენში ჩავაგდეთ მე კარგი მე დესკრიფშენში ჩავაგდეთ ნელა ანუ ეხლა ტესტ ფაზა ანუ ეხლა ის მომენტია რომ მუშაობს კი შეგიძლია გველაპარაკო რაღაცებზე და მე გადმოვივარდება ყურადღება მაგეთკენ და თუ არ გველაპარაკები არაფერზე მე აი ესე ხარში ველაპარაკებ აი აქ რაღაცებს სამთხოვნე მაგრამ ლაივი რო არის დაგვაისყნა რომ ეს წინასწავლი ჩასვა просто რო და ტესტების მაგრამ რას ვთქვი ეს სისტემა რო განზრიელეს რა ხო და ნუ აი რამდენიმე ვთქვი ეს ბიომატერიალები რაც არის ანუ რეალურად ამ დიდი ალბათობა იქნება რომ თელი სხეულის ნაწილი დაუბეჭდო ტიპს და იქ ჩაუსო ანუ ძვლებს ხო ბეჭდა ხო ძვლებს ბეჭდა განს ბეჭდა ხორცსაც ბეჭდა ხორცს ანუ Beyond Meat-ის ერთ-ერთი საბკატეგორია არის ანუ პრინტერით ბეჭდავენ მაგ ხორცს რა ხო მაგრამ ეგ ხორცი ანუ ჯერჯერობით ანუ კუნთოვანი მასა არის მაგრამ კუნთის სტრეინები და ეგეთ რაღაცები მცად არა Beyond Meat-მა რო აიწია ანუ რაღაცა სიკვდილი ხდება ან მიმ სწორად არის გადაქცეული Beyond Meat-ი იყო სტარტაპი რაღაცა სოიუს რაღაცა ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი უნდა მოეხვდათ რო ყოფილიყო ყოველთვის ალალი თუ რაღაცა გეჭირ ამ ბევრი აღმოსავლური პუბლიკაციები მოსაკითხში და უცებ რაღაცა ძალიან დიდი გეინები დადო მაქსტოპ ანდრე ვერ ჩაუწვდი რატო მაგრამ ნაწილი არის რომ ხალხი უბრალოდ გადაობს რომ აი არა მე ანუ ვენდი სხვაკეს Beyond Burger-ები რა ას შეიძლება შეხვდები ხო მაგრამ ანუ ჩვენი ხორცის ბურგერები რაც ხდება და ბევრი ჩვენი ხორციც ბაზარში და ფრესკოში და რაცებში ხდება მაგაც მე შემიგე უფრო кай გემოქ ეგ ისეთი საკითხია ხა ვენდისში რაც მოდის შენთან საჭმელი იქ არაფერი ორიგინალური გემო არ აქვს შენებს შეგულა Beyond Meat-ის სტეიკი ვინმეს უჭამია არა ხო აუცილებლად რაღაც 700 არომატულ რაღაცაში უნდა იყოს ჩატენილი ერთად თორე ისე ვერ გარჩევ მაგრამ რას ვიძახე ძვლის დაბეჭდა შეგვიძლია კანის დაბეჭდა შეგვიძლია Beyond Meat-ის წვიოები დამიყენე დაუშვათ რა ანუ მე უკვე ვიჭმევი გამოდის ანუ ვიღაცა ზუსტად ჩემი ხორცის ტექსტურას ჭამს ვენდისში კანიბალიზმად ითვლება ეგა უკვე თუ როცა Beyond Meat-ის ადამიანებში დაყენებას დაიწყებ თუ არ ითვლება კანიბალიზმად არა რას ანუ იგივე ტექნოლოგიები რო გამოიყენონ ეს რა ანუ არტერიებსაც ბეჭდავენ ანუ ერთ-ერთი დარჩა ნერვების აღდგენა რაღაცად გამოყენება ანუ იმა ხელი თუ დაკარგა ანუ კენებში როგორც არის დაუბეჭდე ახალი მიუმაგრე ელიზიუმის მანქანაში ჩააგდე და მე თავიდან მოაჭერი თავიდან გავუზარდე და ესე სრულად ანდა ვიღაცა გასილებით უფრო ეფექტურად ვიდრე აქამდე შეგელა არა აქამდე გიკვდებოდა და ეხლა მოარჩენ აი მაგრამ უბრალოდ ანუ ტექნოლოგია მაგამდე ანუ უკვე ამ ყველაფრით ანუ კი ანუ 50 წელი ანუ ფანტაზია ძალიან ნაკლად წარმომიდგენია რომ ანუ ფენტეზი ფილმებში როგორც არის რომ ოპა რაღაცა დაზიანებული ადამიანი მივიდა რაღაცა დაანათეს და გამოვიდა ხო ანუ რა ვიცი
resin printing-ი ეგრე არ არის, რომ რაღაცა სითხეში არის, სივრცე და მე ანათებენ და ფორმა გამოდის. ხო და თუ resin printing-ისთვის ეხა აი შენ ხონდა ეგეცად რომ ვიღაცებმა თუ მეუბნებოდი რომ ვიღაც ტიპებმა ანუ არატოქსიკულ resin მიაგნეს და იმის გამოშვებაზე მუშაობენ. ხო? და მაგრამ რეზინი მაინც ხო არის ბიომასა და მაინც ხო არის. ხო, მაგრამ არა, რეზინი ანუ რა თქოს ეს პოლიმერები მაინც ხო ორგანული ქიმიაა რა. ხო რა. ანუ ის ნახში წყალბადოვანი რაღაც ნაწილები გააჩნია ყველა ხო და ყველა იწვის რა ხო და ეს არის რა მე რაღაც მომენტში მივხვდი ხამდე რომ ერთი წყალბადის ატომის ამოძრობა და ერთი ნახშირვადისა და ერთი ატომის ამოძრობა დამატება იქნება დაკლებული იმამდე რომ მართლა ფუნქციონალური ქსოვილი იბეჭდებოდეს მიკრონების სიზუსტე. ხო და მე რაღაც დარჩა. ეს საკაიფო თემა არის, ამბრად ბევრი ანუ ვინც კარგავს ანუ კიდევ რაღაცებს ანუ კი უზეოს ხოლმე მაგრამ მაინც ანუ not to be ableist თემა შეიძლება გადავიძან მაინც ანუ ნაკლები შეუძლიათ რა ასვენებში ანუ კი პროტეზები არის რომელიც ანუ რობოტექნიკა არის განვითარებული ისე რომ ანუ უბრალოდ დიოდებს ამაგრებენ სხვაგან და ანუ phantom limb-ის ნაირად ანუ ამოძრავებენ მაინც ანუ რობოტის ხელს ან ფეხს რაც არის რა ანუ რატო არჯო ესე თქვა ანუ ელექტროობა როცა ანუ პროსა ახალი დაუბეჭდებ მაგრამ იქნება კი საინტერესო ხედვასთან და გასწინ ეპიზოდში ვლაპარაკობთ ანუ პების ხეულშივე სამიდებეჭდოზე რო აკეთებენ რისერჩს ანუ ეგეთი რო გავიგეთ აი ვისაც ანუ სმენა დაკარგული ან დაქვეითებული რა მაგას ანუ ეს რობოტი რო გაუგზავნო ანუ ახალი ყველაფერი ბარაბანი რო შეუწება ადგილზე ანუ უბრალოდ რაც არ მუშაობს ანუ ამოჭრას და ახალი გაუგზავნოს მანვე რა ანუ დაუბეჭდოს ანუ იგი თვალის პონჩი ანუ როგორც მე მგონი 5 წელიწადში არ არის ანუ ეგ ხო მაგრამ ანუ გაჩერე როგორ დაიხარჯვა და გაჩერე და გეცე ჩანს უკვე ეგეც ეს არის და ანუ სინთეზის ჩანსის ოღონდ აი ხო გახსოვს 4 ანუ რეგენერაციის ფილმები რო იყო Demolition Man-ი ნანახი რა შეიძლება კი აი Demolition Man-ში ხო რა ანუ რაღაცაც არის რომ შორეული მომავალი არის 2001 წელი რა და საზოგადოება რაღაც სასწავლებლად გავითარდა ტექნოლოგიურად ის და ანუ რო ეგ რო ან ეგრე მალე რო ეგონათ ეგ შორეული მომავალი ტიპებს რა ხო და ეხლა სიტუაცია რომ ის შორეული მომავლები ისე შორს აღარ არის როგორც იყო რა მაგრამ თან კარგად დაუგრანეთ რა ანუ 80-იანების ანუ უკან მომავალს 80-იანების ფილმებს როგორც წამდათ მომავლის ის არ ახდა უკან მომავალს ხო ნახე რომელსაც არიან ჩასული მომავალში ხო 2015 ხო 2015 წელს და მანქანები და ჰაუერბორდი კიდე არა გვაქვს რა ანუ ეგ არითვლება ჰაუერბორდს ბურბლები აქვს მო არა ანუ ისეთ ჰაუერბორდიც არის მაგნიტური ჰაუერბორდი ხო უბრალოდ ანუ რელასზე უნდა იყო ხო ანუ ქობიდანს მაგნიტურ რაღაცაზე უნდა იყო რა ხო ან სუპერ კონდაქტორზე უნდა იდგე და რაღაცა ნახე ეს არის jetpack-ში უნდა გესწას თხევადი აზოტი და რაზეც გახარ იმას ასხამდე გაუჩერებულად ხო რა ეგეთ რაღაცა ხო არა ეგ არიცლება ჰოვერად ჭეშმარიტი ჰოვერი არის რომ უბრალოდ ლევიტაცია გონების წალი მაგრამ მაგაზე ხდას რამდენიმე კომპანია მუშაობს აი უკაბელო დატენვის სისტემები მანქანებისთვის ხო არის უკვე ანუ გარაჟში შეგიძლია დაიყენო მიწის ქვეშ და ანუ ტენის კი ძალიან დანაკარგოვანი არის ჯერჯერობით რაც ანუ სიცხე და ყველაფერს გამოყოფს სანამ ანუ უკაბელო დატენვა კაბელიანზე უფრო ნაკლებად ეფექტური არის 20% რაღაცა მაგრამ რასაც გაიკეთებინათ და ელაპარაკებიან სხვა ქალაქების მერებს სხვა ქვეყნებში რომ სატესტოდ ქუჩები გააკეთონ ეგეთი კაბელო დამტენი ქუჩები ხო რომ
დადიხარ სუიტენებოდეს მანქანა. რა. შეიძლება სულ არ, მაგრამ 50-100 მეტრში ერთხელ ანუ პატარა ვუმ ეს ქალაქები ვერ მოეშვებიან ამ ტრამვაის ფანტაზიას რა. უბრალოდ ეხლა უკაბელო ტრამვაი გაქვს კერძო მანქანებზე, მაგრამ რა ნიუ-იორკში არის თუ ჩიკაგოში არის სახლი, ანუ მთელი კორპუსი სტენი მოდის ხალხისგან. ანუ წინ საიდვოკი რაც არის. არის pressure sensitive charger-ები რა. ანუ ადამიანი რო დადის რო აწება ამ მარტივი რაღაც პლატფორმას. ანუ ქვევიდან ეს წნეხი ელექტროენერგიას გამოყოფს. და ანუ მაგ ისეთ ქუჩაზე რომ ხალხი სულ დადის აქეთ-იქით მანდ რა. და შენ კორპუსი მაგით მორტი გეჯავრება. მაგრამ რიგ მორტიში რომ Google Box-ები არის რაღაც. აი ესეთი ეპიზოდია, როდესაც რიკი თავის აკუმულატორში ჩაიხედება და იქ შექმნა მიკროკოსმოსი, სადაც დაარწმუნა, ანუ ცივილიზაცია შექმნა, რომელსაც მის ხუთები, რომელზეც რო დადიან ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და რიკი ამ ელექტროენერგიას იპარავს, რომ თავისი მანქანა ამუშავოს. რა, ხო და ანუ ეს მონაცივილიზაციის ტექნოლოგია შეიქმნა დედამიწაზეც. ანუ ეს არის 10-15 წლიანი ამბავი რაღაცა რა. 10-15 წლის დელიან ხო, აი რიკენმორტი არ არის 10 წლიანი და შეიძლება მაგ ფაქტებით იყოს ინსპირირებული ის ეპიზოდი. უკვე ანუ ისე რა, ანუ ხალხი მას დადიოდა ისეც რა. ანუ ბარემ ყველა დადიხარ. ბარემ ამდენ ენერგიას ხარჯავს ეს ხალხი და რაღაცაში გამოდგება. ზოგიერთი ხელისაათი რაღაცას აი ფეხს რო ვაბიჯე, ხო? ანუ აი ქვემოთ თუ რაღაცა ჩემი დაბიჯების ენერგიას იწოვს, ხო? აი ატარა spring in the step უნდა მომაკროს. ანუ დაходე. ანუ რას გულისხმობ? რა როი დავუშვეთ, გადავოდგე ერთი ნაბიჯი, გადავოდგე მეორე ნაბიჯი რა. ანუ იქ თუ რაღაცა ოდნავ ჩაჩოჩდა რა. 9 მმ. კი, 9 მმ-ით რო ჩაიწია. იქ ხო იმას ნიშნავს, რომ ყველა აი ამ ქუჩაზე გადაბიჯებაზე ხო რა, ანუ დამატებითი ეფორტი გამაკეთებინეს ტიპებმა. ანუ რას გაგიხდიან აქ. ხო, რა, ანუ დამატებითი ეფორტი გამაკეთებინეს და შეიძლება ვერც შევამჩნიო და ვერავინ ვერ ამჩნევს იქ ვინც დადის. მაგრამ ხო, გაუძნელეს. ამაზე გავლა. ანუ თვითონ ეს დისტანციის დაფარვა სინამდვილეში გაუძნელეს და სინამდვილეში აი რაღაცა არ არის გენიალური ისეთი პონტი არა რომ ბრაუზერში რომ რაღაცა ბიტკოინის მაინერს გიყენებდნენ რა ტიპი თამაშები გოუჩიში როდის იყო 2012-13-ში იყო მგონი ყველა გოუჯი საიტზე ეყენა მაინერი ხადაო და რამდენი დაამაინეს 13-ში ესე იგი ბევრი დაუმაინებიათ მაშინ აი ჩო ყოჩა ბიჭებოდე დრო თქვენ დროზე უფრო წინ იყავით მაშინ აბა მეცნიერულად და განათლებით. ხოდა იგივე პონტი არ არის, რომ ანუ ვერც ამჩნევ, მაგრამ ფეხებში და ანუ იატაკში დაგიყენეს მაინერი და ყველა ნაბიჯი ოდნავ უფრო ძნელია. და განათლდა ვიღაცა სახლი. მაგრამ იგივე პონტი ბევრი საათი რაც არის. მაგათაც აქვს, ანუ სისტემა ანუ ხელს ხო ბევრი აქნევს რო დადის რა. ანუ აი ეს motion-ით სტენის რა პატერანზე. უფრო ანუ ძველი ანუ ეს ახლა ელექტროსაათები რომ smartwatch-ები რაც მაგათ არ მაგრამ ძველი საათები რაც არის რომელშიც კვარცის ის არის რა ანუ კრისტალი ხო ანუ ეგ ხო ისაც წლები ძლებს და ანუ ეს ხრევაც ანუ აზრებინებს და აზრებინებს ხო შენად აი კიდე ესეთი საბოლოო ნიუსი რომელიცაც თან მომხრე ვარ მაგრამ გააჩნია როგორ მოუდგებიან. ეს არის ამერიკამ და ევროკავშირმა დაიწყეს ლაპარაკი 3D პრინტერების და Mac ინდუსტრიისთვის ცოტა წესების ჩამოყალიბება. ბიჭო ეს არის. მე მგონი საერთო ტალღის დაგაცნობიერების ნაწილია. რომ 3D პრინტინგი ძალიან გამოსადეგი რაღაცა იყო. ეხლა ატი არა მაგრამ ამერიკის ჯარმა დაიწყო ძალიან ბევრი ნაწილის თავისით დატრიალება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ თუ ჭირდებოდათ რაღაცა საშინელი პროცედურებია რა, რომ რაღაცა ნაწილი გაუფუჭდა ტანკს რა, უნდა დარეკოს უფროსობასთან, მე უნდა გაცენებართო, მე რომელ რაღაცა მე უნდა გამოცხადო ტენდერი უნდა გამოცხადდეს ამ ტენდერში, რაღაცა კომპანია უნდა მოიგოს და
აი ამ ხელა ნაწილზე შეიძლება დაждდეს $5,000, რომლისთვისაც ყალი გვინდა დამზადდეს, ჩამოისხას და მე მოგიტანონ ჯარში. მაშინ როცა უყურებს გენერალი და ბიჭო 3D პრინტერზე ვეჭდავ და ტანკი მოდელი გვაქვს ხო რა, STL თუ გაქვს, წადი რა. ხო და ჯარი რო 3D პრინტერები გამოგვაყენებინეთ და გავაკეთებინეთო ხო არა, მე უკვე მთავრობას უნდა დაარტყას რომ მოიცა ძმაო შენ რომელი 3D პრინტერი გაქვს გენერალო მან, იმიტომ რომ ბამბუ თუ გაქვს ეგ ჩინურია და cloud-ზია ყველაფერი და ანუ სად თვითონ კი ანუ სად თვითონ როგორ აკეთებ პირდაპირ გაგზავნა ხო არ შეგიძლია ჯერ ათვირთი და მე ანუ როგორ პონტია იცი რომ შემილია რომ ფლეშკით გავაკეთო მაგრამ როგორც კი ინტერნეტს იპოვის მანქანა ეგრევე ხოზე ხარ ცენტრალ კომუნისტურ პარტიას რეპორტს უგზავნის რომ აი მე ეს გავაკეთე რა ხო და აგერინთელი G-კოდი, timestamp-ები. ხო და ეხლა მე ცხოვრებაში ალბათ ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას რამეში გამოვადგეს საერთოდ, მაგრამ ამერიკელი ტანკისტი რო ხარ, ყველაფერი ისეთია, რაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გამოადგება და შესაბამისად, ანუ ეს რეგულაციური მოძრაობა მგონია, რომ არის აი ჩინეთის გავლენის შესუსტების და აი გაკონტროლების ისა, რომ ანუ ხოზე ხარ რომ კი ბატონო შეგო საყვარი რომ გენერლებო და ზღვის კატებო და ვინც ახართ მან რაღაც ამერიკის მილიტარის შტოები ვინც არიან რომ კი ბატონო დაპრინტეთ მაგრამ არ შეიძლება რომ ვიყიდოთ ბამბუ და ქრიალითი და ელეგო შეიძლება ანუ ის იყოს რომ ანუ ხოზე ხარ სტანდარტები იქნება რომ ალბათ privacy-ის ნაწილებშიც იქნება რაღაცები. ანუ უფრო რასუყობდი, უფრო ანუ repairability და ანუ random კაბელი არ უნდა შეაგდო, ანუ მინიმუმ აი ეს კაბელი უნდა შეაგდო. და ხო და რატო არის ახალი ინფორმაციების სტანდარტიზე? ნაწილების სტანდარტიზაციის ნაწილიც. ხო, მაშინ აი შენი ანკერზე როგორც არის რომ აი ყველაფერი რაღაც custom ისა და ვერაფერს ვერ უცვლი თუ არ გამოიწერე ეგეთები რომ აღარ შეიძლებაოდეს, ხო? ანუ შეიძლება ცოტა ეგეთი არ, მაგრამ ანუ თუ აკეთებ, რომ ანუ მაინც რაღაც დონეზე repairability კონდეს. ანუ თუ აღარ უხდათ კლიანად არ სწორად წავიკითხე სიტუაცია? ანუ ეგეც არის და სხვა. ანუ საერთოდ მაქსიმუმს ცოტა ანუ გაკონტროლება, ანუ ანუ ეხლაც ანუ საქართველოში მე არ ვიცი ჯერჯერობით, მე მგონი ამერიკაში და ბრიტანეთში ერთი ორი თვის წინ დაამატეს, ანუ 3D პრინტერი, როგორც იმპორტის კატეგორიის, ან თავისი კოდი რო აქვს რა. ხო, ჩვენთან ისევ სხვა ელექტრონული ნაწარმია. ხო. ანუ ეგეც რო დაემალოს, ანუ იცოდე და ასე, მაგრამ ისა რა, მაგრამ ერთი არის კარგი რო კი, ანუ რო იცი რო შედევით მინიმუმ ასეთი ხარისხის უნდა გააკეთოს კომპანიამ პრინტერი რო ანუ გაყიდოს ამ ქვეყნებში. და ანუ ეს ქვეყნები დიდი ბაზარი არის და მაგის გამო წესით სხვაგანაც იგივე დონეზე უნდა გავაკეთონ. ხო. მაგრამ ერთი ისაა რომ რამდენი ანუ ამერიკული კაპიტალიზმი რო არ არის და უბრალოდ სხვა იდიოტობა რო არის, რამდენი კომპანია აწევს ფასს. უბრალოდ ტოპა იმის გამო რომ უკეთესი ხარისხის უნდა ჩაუდო. ხო, ანუ ეგ არის რა. მაგრამ მის მერე ის იქნება რა რომ იყიდი თაობაზე ჩინური ბაზრისთვის რა. და მაგრამ იმპორტის საშუალება როგორ იქნება? ხო, იმპორტის საშუალება საქართველოში როგორ იქნება? მე მგონი საქართველოში კი მაგრამ ევროკავშირში ხო შევ? კი ვარ. მე მგონია რომ პასალი არ არის და ევროკავშირში შევდივართ პრუსას ვიყიდით. აი შინდა ვიცი ეგრევე. ეგ თუ შემიყვანს ევროკავშირში პრუსას გარდა სხვა ბრენდს არ გავეკარები მაგრამ ხო და არა მე არ მგონია რომ საქართველოს რამე პოზიტიური ნაბიჯი გადადგას მაგობით რაც გულისხმობ რა რომ აი ეხა მაგალითად რა ჩვენთან პრინტერები ძვირიღის სხვაგან იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენთან არ არის და ჩამოიტანო აუ არც ტემუზე ერთადერთი ტემუზე არის 270 არიანები ხო ტემუზე ერთადერთი არის რაღაცა სიმბოლური გადაობის პოინტი $100 პრინტერი რომელიც 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრია და ანუ ის პასტით უკეთესად გააკეთებს ვიდრე ეგ აკეთებს რა მაგრამ
აი ერთადერთი ეგა და ეგეც იმიტომ რომ ტემუს აქვს შეღავათი ტვირთის დღეგეზე თუ რაღაცა აბსურდული ისაა რომ აი ტემუზე დაყიდი გამბაჟებას არ ექონდევარება და ყველაფერი ექონდევარება. საქართველოში ანუ პრინტერი ძვირიღის, ფილამენტი ძვირიღის, ყველაფერი უნდა განაბაჟო, ყველაფერი უნდა ჩავიტანო, არც ერთი არაფერი არ არის ისეთ საფასო კატეგორიაში, რომ გამბაჟება არ მოგიწევს. ყველაზე ელემენტარულ მოდელსაც რო ყიდულობდე. $100 პრინტერს Amazon-ზე რო ყიდულობდე, მაინც საბაჟო მიწევდა. მაინც მიწევდა საბაჟო, აი აბსოლუტური ნაგავი არის, ანუ ის არის რაღაც. თან მარტო პრინტერი რო ანუ ერთ წლის წინ რო გეკიდე ეგ პრინტერი არ მოგიწევდა საბაჟო, მაგრამ ეხლა გიწევს, რადგანაც ეხლა საბაჟოს ანუ DG-ში შედის ჩამოტანის ფასიც და $300 ლიმიტი კიდე არის. კი, ხო და ანუ რა არის ეხლა 273 ლარიანი ნივთია, რაღაცა მოცულობა გააჩნია ჩამოტანიანი. კი, 30-ზე მეტი? კი, 30-ზე მეტი უიჭმელი იღებს და მე რო კარგად მეხულია რა. ეგ დებილობაც კი. და მე კიდე რა პროდუქციას რასაც ქმნი, იმას კიდე სამჯერი აფათ. იმიტომ რომ საშუალოდ ჩვენთან რაღაცა ნივთების, აბეჭდილი ნივთების ფასი არის რაც ღირს დოლარში უბრალოდ იგივე ციფრი ლარში. აი გარი ფასდადების ყველაზე ტყვია გამუდარი მეთოდი თუ იცი რომ აი რამდენად გაიყიდება ეს და მაგაზე მეც არავინ არ მოგცემს სოცხალი თავი. ერთი ქვევით ჩვენი კალკულატორი არის, მაგრამ ჩემიც კი ცალკე მაქანო რის ბაზაზე ცე კალკულატორი არის აწყობილი და იქაც საბოლოოდ ეგ გამომივიდე. აი იქ არის გასვეთები რომ რაზე ბეჭდავ რამდენი ხანი ბეჭდავ რა გიждდება და რაღაცა იქ მაგრამ ასე იგავი რომ ასე შეგანის ფასი ესა და საბოლოო ჯამში როგორ არა აი დოლარში რასაც ჩვენიან ისინი აი ეგ ლარში და დოლარში ისინი რასაც იხდიან იმაზე მე ვიხდი დოლარში თითქმის 2 მაქს და მე სამჯერი აფათ ყიდი და ანუ რა ვიცი მე უნდა ვისწრებ და პოდკასტი ვაკეთო და რა ბიზნესში ვარ თუცა ისაც ანუ ჩვენი მაინც არა ანუ მარჟა რაღაც მომენტებში არის პატარა მაგრამ ანუ დაასები არის რა ხო არა მეც არ უჩი უბრალოდ ანუ აქ თან პროცესი მწიამდა იმდენად რომ ხო და რას გეუბნები რა რომ ანუ რო დავაკონტრასტოთ საქართველოს ჩინეთთან რა რომლებიც აგერ 5 წლის წინ სტრატეგიული ინდუსტრიად გამოაცხადეს დარგი და გიჟივით ასუბსიდირებენ ყველა ნური ბრენდი რაღაცა სუბსიდირების ბენეფიციარია საოცარი საპორტი აქვს სკოლბაზრებზე შეღწევაში იპარავენ open source და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას და ჩინეთში ორკაპიკაც არეგისტრირებენ როგორც არა ჩვეულებრივი კონტი არა უშავს და მე Amazon-ზე არის დგება კი და თვითონ ჩინეთს ძალიან დახმარება აქვს ვებს უჩივლონ ვითომ ამათი აქეთ ინტელექტუალური საკუთრება დაარღვევს რომელიც საჯარო საკუთრება მოიპარეს ტიპებმა და ნუ ის არის რა რომ არ მაქვს მოლოდინი რომ საქართველოში საკანონმდებლო თვალსაზრისით რამე პოზიტიური ძვრა აქ იქნება თუ იქნება ვაშა რა მაგარია მაგრამ რა მგონია რა ანუ როც უყურანო შეიძლება პირიქით დაუგბეგრონ და შეიძლება კონტროლზე აიყვანონ რომ ანუ ხოძება შენ საშიში ადამიანი ხარ იმიტომ რომ დრონების ნაწილების გაკეთება შეგვიძლია. ანუ ყველაზე უარესად შეიძლება მოგვექცენ უკეთეს შემთხვევაში. ის თან ეხლა რო უყურებ ანუ ეს ინოვაციური ტექნოლოგიების საგედროს აიჯი და ანუ კი კარი რაღაცებს შვები ანუ თან რო აფინანსებენ და რაღაც ანუ მაგრამ ის პრობლემა რომ ვინც მან მიდის ანუ ვიღაც ვინახავს გამარჯვებულები თუ რაღაც ანუ ერთი 90% არის AI სიტყვიანი რაღაც პროექტი რომელიც არის კოპია პროექტის, რომელიც ჩაფლავდა შაშანწინ ერთი 10-12 წლის წინ ამერიკაში და ევროპაში რა ადარჩი შემოწმდა. არა, AI არ მაინტერესებს. არ ვარ დაინტერესებული AI თუ ჩემი შვილი AI არ არის. ანუ რას გეუბნები რა თუ აგერ არ ChatGPT ცოლად არ მოვიყვანე და რობოტი ბავშვი არ გამიჩინა, არ მაინტერესებს ეგრე არის. მაგრამ ერთი ჩვენ სფეროში ერთი AI ჭალებში რაც არის, კარგი არის, მაგრამ ჯერჯერობით რას გაისროლა ერთ სარტყელს ხოლმე, ეს არის ეს სპაგეტი, ანუ მაკარონის დეტექშენი რო არის და failure detection-ი. ანუ პაბლოზას კამერები რაც აქვს, ანუ წესით ხედავს რომ რაღაცა
აიშალა, მაგრამ აუ ეგ მაგრამ ხშირად არ მუშაობს. ხო, რატო ვერ ხვდება რომ სპაგეტი ხდება? ხო. ანუ უყურებს და everything's fine და რაც რა ჩიტის ბუდედებს აუ სპაგეტი დასაშინელებაა. არა მე არ შენ არ მოგშვიდა სპაგეტი? ერთხელ მომივიდა მარტო და ისიც ანუ პირველ თუ მეორე დღეს ჯერ მაინც მომშვიდა სპაგეტი ანუ არ მე ახლოს ვარ ხოლმე სულ რობერტო მე რამდენჯერ სახლიდან გავიდი და პრინციპულად ვარ მივაქციე ხა რამდენჯერაც არის 50% შემთხვევაში სპაგეტი დამემართა იმენ სანამ არ უყურე იმენა ბიჭო რა ვქნათ ეხლა გავაგზავნე ეს კიდე ერთ რაღაცა იყო მგონი გააზრია რა იყო ეს შეიძლება მაგრამ მონღოლეთში უდაბნოებში რომ დაბეჭდილ შელთერებს და მაგათ თენთებს რო აკეთებენ კაროებში კი ხო ბაცალო საკაიფო არის თან უბრალოდ მაგარი გადაობა არის ანუ უდაბნოებში რო აკეთებენ და ანუ ზოგადად სადაც არ ცხოვრობს არავინ და წავიდა არიცი რომ სახელმწიფო ამას აკეთებს და უბრალოდ შენ რაღაც ანუ ბედუინი რაშოა და რა ქვია რო გადაადგილდებიან ნაწილზე რო ცხოვრობენ ბედუინი მაგრამ მონღოლეთში არა ხო ან მომთაბარე ტომები და ასე რა ხო არა ატა მიდიხარ და უსმათ ბრახ შენობა არის არც საიდან რომელიც ჩიტის წინ არისო რა იონიმი პარკს გაუხარდება და ძალიან იონიმი პარკი არის ჩრდილო კორეელი დეფექტორი რომელიც ჯერ ჩინეთში გაიქცა და მეორე გოგის უდაბნო გადაკვეთა ფეხით და ტენტი რო დახვდებოდა ძალიან გაუხარდებოდა ერთი მაოჩემი უნივერსიტეტიდან თუ ჯარისას ამ იყო წასული მონღოლში და მახსოვს მაგან ერთი რაღაცა რაც მოყვა მაღაზიას გაუარე ერთს რომელსაც თქვა ძალიან სასაცილო სახელი რუსული ენის ცოდნეებისთვის ანუ შეახსენ მაღაზია რა არის აი ჩვენთან რო არის ყველაფერი ერთლარად მაღაზია რა ანუ უბრალოდ ანუ სრული იდიოტები რო იყო ამას შემოჩნდა ყველაფერი ლარიდან ეწერა ყველ ერთლარად არ გამახსოვს ბიზნეს მოდელი ყველაფერი ლარადშიც უკვე არაფერი არ იყო ლარად მაგრამ მაღაზიას ერქვა იშახვინი რაღაცა ნივდე ხუნა რა ნივთია რა რაღაც ატა ხო 1000 წვრილმანი ხო რაღაცა ეგეთი პონტი წვრილმანი ხუნა არის რაღაც არის ეგრეთ მე მეთქი ნაის მარკეტინგში საბო ისე 1000 სიცოცხლე თქვენ და 1000 კარა უდაბნოში და გამორჯობა მგონი ეგ არის შეგვიძლია ჩაიარა სადაც 1 საათისკენ მგონი ხანვართ კი ხო 1 საათზე წვემეთქოლეთ ხალხო წვემეთქოლეთ ლაივში ახაც დავასა იქ 17 კაცმა შემოიხედა გაიჭყიდა მარტო მიკომ დაიძახა სალამი ხო და იგარი ხარ მიკო დაიძახეთ ყველა მელაპარაკეთ 1000 რაღაცას ვიძახი რომელსაც ჭირდება ხაზგასმა რომ არასწორია რომ მე აღვიარო და შემდეგ ვიდეოში ვთქვა რომ აი ხო ან რო გამომჭირე ანუ ჯილდოვდება შეცდომაზე ჩვენი გამოჭერა იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები შეგვეშალოს და მე ესე სხვა იქნება სახარებასათვის დარჩენილი რომ ვიღაცა რომ ნახავს და საგანმანათლებლო ხალხი ვეგონებით და სისულელე რო დავაჯეროთ ხო შეიძლება უნდა აღმოიფხვრას ყველაფერი ვინ გავუბრუნდა მიკროლები არიან უკვე 10 საათის მოხდა აი მაგრამ ეგ არის დღეისთვის შემდეგსაც ვესწრებით ალბათ ისევ ლაივში მეგონი ხო რა ვიცი ხო თუ აი ვარდა სხვა რაღაცა გავალაიოთ ხოლმე უბრალოდ ჩალიჩი შეგვიძლია გავალაიოთ რომ აი რაღაცა ავოწყოთ რა ის ტიპი ავო დამი 13-ის ფიტი რომელიც არის ერთ-ერთი action figure-ის ნაწილი ეს გახდება თოჯინა რო გაიზრდება აბა